ვერაფერს ვერასდროს მიაღწევთ თუ არ გაქვთ მკაფიო მიზანი. მიზანი, რომელსაც იცნობთ და იცით დეტალურად, კონკრეტული და არა აბსტრაქტული. აბა დაფიქრდით ამ ვიდეოს დასრულების შემდეგ უთხარით თქვენს თავს და თუ გსურთ კომენტარებში დაწერეთ რა არის თქვენი მიზანი, რომელსაც გინდათ მიაღწიოთ უახლოესი 1, 5 ან 10 წლის განმავლობაში. დამერწმუნეთ, თქვენი უმეტესობა იტყვის, რომ მიზანი არის ბევრი ფული, 1, 2, 10 მილიონი და ასე შემდეგ. ხო და ის სწორედ აქ ცდებით. ხშირად ადამიანები ვერ აანალიზებენ, რომ ფული არის კონკრეტული მიზნის მისაღწევის საშუალება და არასწორია, როცა მას უყურებთ როგორც მიზანს. და აი რატომ? სახლი თუ გინდათ მიზანი კი არ უნდა იყოს ფულის შოვნა, რომ სახლი აიშენოთ, არამედ მიზანი უნდა იყოს სახლის აშენება და არა ფული. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეიძლება დაიწყოთ ფიქრი სტრატეგიაზე, თუ როგორ ააშენოთ სახლი უფულოდ. მაგალითად მიხვიდეთ მეგობარს თხოვოთ ფიზიკური დახმარება, სხვას ბლოკში გაუცვალოთ მანქანა, ცემენტი გამოართვათ ნაცნობს, რომელსაც ჭირდება თქვენი სხვა რამე მომსახურება. ანუ, როდესაც გაქვთ მკაფიო მიზანი, თქვენი ტვინი იწყებს მრავალმხრივი მიმართულებით ფიქრს, რა დროსაც ჩნდება ახალი შესაძლებლობები. მოკლედ დაფიქრდით, ჩამოაყალიბეთ მკაფიო მიზნები და შემდეგ დაიწყეთ ამ მიზნის მისაღწევად კონკრეტული გზების გამონახვა, სტრატეგიის შემუშავება და მოქმედება.